იშვიათი მინერალების საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია და ამ საკითხს აყენებს ამერიკის ადმინისტრაცია და თქვა ეს არის ერთ-ერთი ასევე ფაქტორი თითქოს და უსაფრთხოებასთან ერთად რომ ეს შესაძლებელი იყოს ასე დიდი პოტენციალის მქონე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ გრენლანდიის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 70%-მდე არის პოლარული წრის შიგნით. ანუ ეს არის უკიდურესად რთული ბუნებრივი პირობების რეალობა. აქ ჩვენ გვაქვს -50, -60 გრადუსი. ნახევარი წელი 60 ეს 6 თვე არის ღამე, 6 თვე არის დღე. აქ საუბარი იმაზე რომ ეს იქნება საპირწონე, აქ დამუშავება და მოპოვება მინერალებს იქნება უფრო იაფი, ან იქნება რელევანტური, მე არ მიმაჩნია მართებულად, იმიტომ რომ ხარჯი, რომელიც გასაწევი იქნება იმისათვის, რომ ამ პირობებში მოხდეს ამ ძვირფასი მინერალების მოპოვება, იქნება რამდენიმე ათეულად უფრო ძვირი, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ ჩვენ ნებისმიერ სხვა ადგილას. ხო, აქ საუბარი იმაზე, რომ კი გასაგებია. ერთადერთი ჩემი აზრით, რაც შესაძლებელია, რომ განიხილებოდეს, ეს იქნება რასაკვირველია, აი სწორედ ბუნებრივი პირობების გამო, სიცივისა და ასე ვთქვათ, მუდმივი დაბალი ტემპერატურის გამო ეს დიდი ცენტრები, საკომპიუტერული ცენტრები, რომელიც მახსოვრობის, ასე ვთქვათ, მახსოვრობის data ცენტრებს ამუშავებენ დიდი რაოდენობით მახსოვრობას, მათ და ჭირდებათ მათ გაგრილება. აქვე ბუნებრივი პირობები ქმნის ამას და შესაძლოა გაკეთდეს ზედაპირზე.